სოხუმი უნდა არსებობდეს, ფოთი უნდა არსებობდეს, ბათუმი უნდა არსებობდეს, თელავი უნდა არსებობდეს, გორგი უნდა არსებობდეს. ეს არის მხოლოდ ერთადერთი გზა. ამისთვის ჩვენ უნდა ავადგინოთ სოციალური უჯრედები, კავშირების, ერთად ცხოვრებისა სოფლად, პატარა ქალაქში. ეს არის ნამდვილი გზა საქართველოში. სხვა გზა არ არსებობს. ახლა თავიდან ისე როგორც ამბობდნენ რომ თევზი უპება თავიდან, მე ვიტყოდი რომ თევზი არ შენდება თავიდან. ისიც შეიძლება დამპალი იყოს. თბილისი ამ გაგებით დამპალი თავია საქართველოს. ტყულა კი არ ხდება, თბილისში ხდება ის რასაც ვეძახით დგმურების რევოლუცია. იმდენად დგმურების ბრალი კი არ არის, მათი უბედურობა ეს თბილისის ბრალია და ამ არანორმალური განვითარების. როცა ჩვენ გავანადგურეთ ჩვენი განათლება, გავანადგურეთ მედიცინა, გავანადგურეთ სამართალი. საიდან არის ასადგომი განათლება და მედიცინა და სამართალი? სოფლებიდან, ადგილებიდან. ადგილები ჩვენ თუ შექმნით პრეცედენტს დამოუკიდებელი მსაჯულისა, მოსამართლისა, სოფლად. ავადგინოთ მენტალიტეტი და იდეები ბერი კაცისა. ეს ხოთგერი ჰაერში ჩამოყდებულია. პატარა მუნიციპალიტეტში უნდა დინჯი დარბაისელი ხალხი ფლობდეს სიტუაციას და თავის ავტორიტეტით სარგებლობდეს ჩვენი კომუნისტურად გარყვნილი ხალხისა. იმიტომ ჩვენ ქართველები ვართ კომუნისტად გარყვნილი. იმით კი არა რომ ჩვენ კომუნიზმი გვინდა, იმით კი არა რომ ჩვენ კომუნიზმი გვაწყობს, იმიტომ რომ სარგებლობთ იმ კორუფციით, უვიცობით, რომლის საშუალებას გვაძლევს სწორედ კომუნისტური სტრუქტურა, იმიტომ რომ ამაზე უნიჭო სტრუქტურა საერთოდ არ უარსებია და ეს ყველა უნიჭო სტრუქტურა ჭკვიან, მაგრამ არამორალ ადამიანს აძლევს ძალიან ბევრ თავის შესაძლებლობას გაინაღდოს რაღაც ცხოვრების დონე, იფარფაშოს და მერე საკუთარი თავი ეგონოს, როგორც ბევრს გონია ქართველებს ახლა სოფლიო ჩიპი. ყველაზე ლამაზები, ყველაზე კარგები ჩვენ ვართ. სინამდვილეში ჩვენ საფრთხის თვალებში არც ვარსებობთ, იმიტომ რომ ჩვენ არა გვაქვს მთავარი რამე, თანდასწრება იმაში, რაც ხდება თანამედროვე სოფლიოში, თანდასწრება ჩვენი უნარით, ჩვენი კაპიტალით, ჩვენი კულტურით. და ეს ტრაბახი არავის ესმის ხმა ტრაბეხისა არ მოდის პარიზამდე, ან ნიუ-იორკამდე, ან ლონდონამდე. და ყველაფერი გადაბმულია ახლა და ბევრი რამე რაც ჩვენ თავს დაგვატყდება, წყდება პარიზში, ლონდონში, თავებში კი არა, მე პოლიტიკოსებს თავის კი არ გულისხმობ, ობიექტიურად აი სოციალურ ცხოვრებაში. წყდება სოფლიო განვითარებაში, სოფლიო განვითარების ცენტრებში. და იქამდე თუ მიაღწევს ჩვენი ხმა, ხანდახან მხოლოდ ფარსის კომედიის სახით და არა სხვა სახით. და მოგრდ, მაგრამ ჩემი აზრი და ამაში მე ვხედავ, რომ საინტერესოა ეს სოლჟენიცინის წერილი, ჩემი პუნქტი მდგომარეობს იმაში, რომ სოფლიოს გზა გადის სოფელით. პატარა ქალაქი, ესე იგი ადგილობრივი კუთხური ცხოვრებით საქართველოში. იქ არის წერტილით სასაც ჩვენ შეგვიძლია ემპირიულად, კონკრეტულად, იმიტომ რომ არ ვიცით როგორ ჯერ გავაკეთოთ და ზოგადი ფორმულა არ არსებობს, კონკრეტულად, ემპირიულად ავადგინოთ თავისუფალი მეურნეობა. და თავისუფალი მეურნეობა არის საყრდენი და ფუძე და წყარო საქართველოს დამოუკიდებლობის და თავისუფლების. სხვა გზა არ არსებობს. ეს გზა იწყება, თქვათ, ჩხოროწყუდან და მთავრდება პარიზში.